ხოჩი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტი დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. სომხეთში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ირაკლი ყობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. ასევე სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. ბატონო ირაკლი, აი ეგეთ რომ მოგზავნე. თუ შეიძლება ბატონ პრემიერო, რომ გითხრათ რაღაცა პლატფორმას ქართულად მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვესწრებით ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. პირად მე მეხვდეთ მონაწილეობ ამ ფორმატში, მრგვალი მაგდის ფორმატში მექნება საშუალება მიმართო ევროპელ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, მოგვიყვება საინტერესო ღონისძიება და მოვიდროთ მეგობრ მონაწილეებს. ზოგადად ამიერკავკასიისთან განსაკუთრებით საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან, ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივი ამას გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის.